უცხოურ ბაზარზე ქართულ სიმინძე მოთხოვნა გაიზარდა. აბაშის საშრობი ქარხნიდან 1300 ტონაზე მეტი სიმინდი გაიყიდა. ადგილობრივი ფერმერები მუშავრიდან მისი შედეგებით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ სიმინძე გაზრდილი მოთხოვნა საშრობი ქარხნის არსებობამ განაპირობა. ახალ შეკუთას ისინი თვის ბოლოს უცხოეთიდან ისევ ელოდებიან. ამ პროგრამის დიდი წარმატება იყო ის, რომ თავის დროზე ფერმერებმა შეძლეს თავისი მოსავლის მოტანა საშრობში მაღალხარისხიანად შენახვა და შემდეგ დღეს უკვე მაღალხარისხიანად შენახული პროდუქციის გაყიდვა საკმაოდ მაღალ ფასში. პროდუქცია მაღალხარისხობრივად იქნა შენახული და ჩვენ რო ვარაუდებით მოსავლის აღებამდე ბევრად ისეთ მაქსიმალურ ფასში მოვახდინეთ ექსპორტზე გატანა, ვიდრე ადრე გვეგონა. ხელშეწყობა გაგრძელდება ადგილობრივი წარმოების, ასევე ექსპორტის მიმართულებით, ის ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენ გავაკეთეთ 2011 წელში, საკმაოდ გამართულად მუშაობს და უკვე კარგი შედეგები მოგვცა. დღესდღეობით უკვე ხარისხიანი სიმინდი გადის ექსპორტზე და აი ხარისხიანი სიმინდის ხარისხის დღემდე მოტანა იყო, ასე ვთქვათ, მთელი ამ ინფრასტრუქტურის შინაარსი.